დღეს ჩემი მთავარი მიზანი არის Mercedes-ის გასწრება. მოგესალმებით ყველას. ჩვენ მოვედით უხეშ დრაგზე, რომელიც ტარდება 29 ივნისს. დღეს არის 28 ივნისი და არის კვალიფიკაციის დღე. მოყვანილი მყავს 4 მანქანა. F90 M5 თემოსი, რომელიც წინა დრაგზე რო იყავი გამოსული. M8 ისევ ერთი F90 და X3M. ეს 4 მანქანა დღეს ჩემი სახელით ვინც გამოდის. ნახოთ რა იქნება. X3M გამოდის 2 კლასში, ჯიპების კლასში და კვადრო კლასში. ანუ F90-თან ივლის X3M-იც. დღეს ბენზინიანი პროგრამა წერია, სპირტის პროგრამა არ წერია, მეთანოლი დღეს არ ჩაირთვება. დღეს დააფიქსირებს რაღაც დროს და ხვალ უკვე გაიმზადება ბოლომდე საბრძოლველად. ნახოთ რა გამოვა. ეხა იწყება კვალიფიკაცია, ბიჭები შეგროვდნენ, ძალიან ბევრი მანქანაა მოსული. ნახოთ რა შედეგებს დავდებით. რაო? წარმატებები დებიუტად. ხო. დღეს მე ასპარეზობას არ ვიღებ, არც ერთ მანქანაზე არ ვждები. თემო გამოდის თავისი მანქანით, თემოს მანქანაა M5 და დღეს თემო მიიღებს ასპარეზობას მაგ მანქანით. მიიღებს ასპარეზობას? მონაწილეობას. ხანდახან რაღაც სიტყვებს ყველა პავხოლ. ხო და წარმატება უსურვოთ თემოს. თუ რამეს შევატყობ, რომ ვერ დადის, გადმოვაგდებ ეგრევე და მე დავждები. ეს არის 1100 რამდენი ცხენი გაქვს საბურავზე? 1000 ცხენი აქვს საბურავზე ჯერჯერობით. ეხლა იწყებენ ამ მანქანის მოდიფიკაციების პროგრამულად გასწორებას და ბევრი ცხენი ექნება. ნახოთ რა გამოვა. ჯერ გაკეთებული არის ალბათ 20% რა მანქანის შესაძლებლობების და ნელ-ნელა გააკეთებენ ბიჭები და ძალიან მაგარი მანქანა გამოვა. დიდი ტურბინები უყენია, ყოვკა ძრავი არის აწყობილი, გალოკებიც კი დაპორტირებული აქვს. გერმისას ვენაცვალე ხელებში. გამოვა კაი მანქანა გამოვა, წესით ძალიან ჩქარი იქნება. ის M5 და M8 ბევრი არაფერი, პროსტა ლაითი პროგრამები წერია და დიდი ისეთი არაფერი არ არის. თემოს M5 კარგად გაკეთებულია პროგრამულად. M4 X4M კიდე კაი გაკეთებულია. დღეს X4M ივლის ბენზინზე. რაღაც დროს დააფიქსირებს და ხვალ უკვე სპირტიც ექნება და მეთანოლიც ჩაირთვება. დღეს ლიჯბი რაღაც დრო დავწეროთ, რომ ცხრილში მოხვდეს. ჯუბოს F90 ძალიან ბევრი ცხენი ზალა აქვს, მაგრამ ჯერ ის ცხენი არ დაუწერია, რაც ეკუთვნის ამ მანქანას. ჯერჯერობით ნასტროიკის პროცესში არიან და გაკეთების პროცესში არიან. ნელ-ნელა მოუმატებენ და მოუმატებენ. ერთიანად რომ მოუმატებენ, შეიძლება ცუდი იყოს და ნელ-ნელა ეტაპობრივად უმატებენ ცოტ-ცოტა ძალას. 1015 ცხენი ზალა აქვს საბურავზე, მაგრამ ჯერ დაბალი წნევა აქვს და დიდი გზა გაქვთ გასავლელი წინ. ერთ-ერთი ყველაზე ჩქარი ჯერჯერობით ეს მანქანა არის F90-ში. დრაგზე რას იზავს, ცოტა ხანში გამოჩნდება უსურვოთ წარმატებები. მანქანა სტანდარტი იყო, ქარხნული იყო, ავაწყეთ, ტურბინები შევცვალეთ, გაგრილება შევცვალეთ, რაც კი რამე არსებობს, ყველაფერი შევცვალეთ ამ მანქანაზე. ერთ-ერთი ძრავი არ გაგვიხსნია. მეთანოლიც აყენია ცალკე დამატებით. დღეს ივლის ბენზინიანი პროგრამით, ხვალ ივლის სპირტზე და მეთანოლით. ყველაფერი შეცვლილი აქვს, ქარხნული არაფერი არ აქვს. გაგრილებებიც, რადიატორებიც, რაც კი რამე არსებობს, ყველაფერი შევცვალეთ. ეს მანქანა აუქციონზე მე ვიყიდე, მატორგაფუჭებული იყო, ჩამოვიყვანეთ და მთლიანად ძრავი შევცვალეთ. დაბალგარბენიანი ძრავი ვნახეთ, პირდაპირ ძრავი შევცვალეთ, პროგრამა გუშინ ჩავწერეთ, დაუნფაიფები დავაყენეთ. ნახოთ დღეს რა შედეგს დადებს, არ გვივლია, არ ვიცით რა ხდება რა. ეს M8-ც პატარაზე იყო, წინა მარჯვენა მხარე ქონდა დარტყმული. ამაზე კლადიშები გამოვცვალეთ, დავასერვისეთ ეს ძრავიც, ევენტურის ინთეიქები დავაყენეთ, დაუნფაიფები დავაყენეთ, პროგრამა ავთომ ჩაწერა ბუბუტეიშვილმა და ნახოთ ესეც რას იზავს. ეს კიდე ის M5-ია, წინა დრაგზე მესამე ადგილზე რო გავედი.
დღეს ცოტა ძლიერი პროგრამით ვართ მოსული, ისევ გიგა ჟორჟოლიანს დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. ნახოთ რა შედეგს დავდებთ, მაგრამ რულთან თემო დაждდება და მე არ ვიასპარეზებ ამ მანქანით ამ ეტაპს. მაგრამ რა აზრი აქვს, ვინ იჯდება მანქანა ერთნაირად დადის, პროსტა გაზის ფეხის დაჭერა ჭირდება და როგორც მე დავაჭერ გაზის ფეხს, ისე დააჭერს თემოც. ხო ეგრეა? უკვე სხვადასხვა ზომა გვაქვს ფეხი. ო და ეგ ზომა შვება ყველაფერს, აი რომ დააჭერ და გარბის ეგრევე. წარმატება უსურვოთ თემოს. მადლობა, მადლობა. ეს არის ზირაქას მანქანა. სოფლიო ჩემპიონი არის კლავჭიჩი. გამოდის ამ მანქანით. ესეც კარგად გაკეთებული არის. ბუბუტას გაკეთებული არის და კაი დროებში დადის ესეც. ნახოთ შუქრიშანთან რას იზავს. მანქანა მაგარია, მთავარია რეაქცია და სტარტი. თუ კარგი რეაქცია ქონდა, კარგად დაისტარტე, კაი დროსაც დაწე. მანქანა მაგარი მანქანა. ჩვენი მთავარი მიზანი არის აი ბრაბუსის მერსდესი რო არის მაგის გასწრება. წინაზე დაუდეგით მაგ მანქანით, ანუ არ იყო სათანადო ხოძე, რაღაც პატარა-პატარა პრობლემები ქონდა. ბიჭებს აინტერესებდა როგორი ხოძე იყო მანქანა, ახალი ჩამოყვანილი იყო და M5-ით კარგად გავასწარით. ეხლა გააკეთეს, მაგრამ გააკეთეს, გააძლიერეს, პრობლემები მოაგვარეს და ნახოთ რა შედეგს დადებს და გავასწრებთ თუ არა. დიდი ტურბინები უყენია, როგორც ვიცი, ბრაბუსის მოდელია და ბევრი რაღაცა შეცვლილია ქარხნულ 213-თან შედარებით. X3M გაფუჭდა სამწუხაროდ. ცუდი ინფორმაციები გვაქვს, მოიყვანენ მანქანას, ნახავთ რა მოუვიდა. ზალით გაფუჭდა. ო რა პერებოით გას არ გაუშვა. გაუშვი რა გას რა პერებოიზე. გუსე. აი ხა უკეთესი იქნება. ეს სუდად წავიდა. ქორო ემზადება გამოსასვლელად, ქორო უსურვოთ ქოროს წარმატებები წინა ბენზინით რა დროში გავივლით? F90 რა. თქვი აბა რა დროში გავივლით? ბენზინით? ხო. 10 ნახევარში მაინც უნდა გაიარო. ვითომ? ბენზინით იმ მანქანით 10 ნახევარში დავდივართ უეჭვად. X3M მოვიდა, ნახოთ რა დაემართა. Крышка вообще открытая была, блядь. Я так и не понял. Этот? Да. Отсюда вылил? Да. Еще мисфайров куча. Супер кнок. Суперкнок это нехорошо. Заглуши. მე გაგვიფუჭდა. პორშინი გატეხა. აქედან რო უყურებდით მე-4-ში რო გადაიტანა სადღაც დიდ დეტონაციაზე გავიდა და რავი თვითონაც გაზგაყრილი მიდიოდა, ეტყობა ვერ იგძნო, ვერ გაიგო და ძალით გააფუჭა მოტორი წესით. გას რო გაეშვა ფეხი, გადარჩებოდა რა. მეორე X3M გამოდის. ბუბუ ყვარელაშვილი უსურვოთ წარმატება, რომ დაემთავრებინოს ზაეზდი კარგად და არაფერი არ მოუვითეს. ძალიან მეწყინა X3M-ის ძრავის გაფუჭება. არ და მაგარ დროებში ივლიდა და ბევრ მანქანას გაამწარებდა, მაგრამ არ გამოვიდა ეგ საქმე. კარგად წავიდა. რა გაიარა ნახე ბუბუ რა გაიარა ნახე აი X3M როგორ დადის ის კი არა რომ პატორს ხეთქავს ბრაბუს რო ვემუქრებოდი 9 და 8-ში გაიარა ძალიან მაგარ დროში გაიარა და წარმატებები ბიჭებს ძალიან მაგარი პროექტია და ძალიან მაგარი მანქანაა და ძალიან მაგარ დროში დადის წარმატებას უსურვებ და მოგებას უსურვებ ხვალ ამ კლასში სერიოზული დრო არის რა
გუშინ ვანზე ვიყავით საღამოს გასული რო ტესტავდი და ნოდო იყო მერცდესი და წამო მეთქი დავდგეთ გავსინჯოთ მეთქი და არა და მეთქი შეეშინდა მე მეგონა შეეშინდა თურმე დამინდო რომ ღამე კარგად დამეძინა რა საღოლ 10-2-ში ვიარე და 9-8-ში ვიარე და 9-7 უბრალოდ 36 გრადუსია და ძალიან ცხელა გუშინ ბანზე თუ იმეს ტესტავდით 4 ეგრევე წამსევიდან ყველა მანქანას დაედო 10-1-ში ვიარეთ გუშინ ორი კაცით M5 და დღეს მარტო გამზადებული ხო და მოკლედ წარმატებას გისურვებ ძალიან სერიოზული შედეგი აქვს მერცდეს გაიხარებ ყველა პოდიუმზე კარჩე BMW-ები გვინდა მე მინდა უეჭველი მაგარია მაგრამ პოდიუმზე BMW-ც უნდა იყოს მამ პოდიუმზე მერცდესის გვერდზე BMW იდგეს ტეხავს რა პირველზე უნდა იდგეს BMW ნახო წარმატებები და კაი შედეგია სერიოზული შედეგია 9-4-ში გაიარა ჯუბა M5-ით ისიც ბოლომდე გაზი ანუ ძალიან ჩქარი მანქანა რო არის გზა დასატორმუზებლად ნაკლები გვაქვს და ფინიშამდე გაუშვა გაზ და ეგრე გაიარა 9-4-ში მით უმეტეს პლუს კიდე ქვევით ზაშტრიკი ქონდა ჩამოვარდნილი ჰაერი კარგად ვერ გადიოდა და ეგეც მოქმედებს დროზე და ბევრად მეტი შეუძლია ამ მანქანას მოკლედ დღევანდელი დღე მორჩა, წავედით, დავიშალეთ, თვალისთვის გავემზადებით. რა უნდა გავემზადოთ, გადაგვივლიან თავზე. 10 და 2-ით ვერავის ვერ გავაკვირვებთ. გამარჯობათ. გათენდა კვირა დღე. ჩამოვედით რუსთავში. სამწუხაროდ X3 გამოგვეთიშა, ძრავი გაფუჭდა და აზრი არ ქონდა იმის დაშლას და გაკეთებას. ამიტომ გამოდის 3 მანქანა. M8, M5 და SM5. ეს ნუ ტექნიკური მანქანაა, სპირტი და რაღაცები გვაქვს მოტანილი ამით. სიმსოდით. დანარჩენი ვნახოთ ახლა რა ცხრილი დადგება და რამდენი კაცი დაემატება. როგორ განვითარდება მოვლენები რა. გავაგზავნებ ცოტა ხანში და აი გამყიდველი მოვიდა. აბა ბატონო გიორგი გისურვებ წარმატებებს ამ დრაგზე მე მაინც არ ვზივარ და თემოს უნდა უსურო წარმატება. შენი გუნდი, შენი ნაშრომის და ნახელავის წარმატებების მინდა შევსვა. გუშინ X3 გაგვიფუჭდა. რატო კაცო? პორშენი ჩადნა. ეგ ალბათ ცუდი ნასტროიკის გამო, ხო? შეიძლება. აბა დღეს გადავხედოთ რა მანქანები არიან, აი ჩვენი კონკურენტები, ბევრი კონკურენტი არის. გუშინ ჯუგოს M5-მა სასწაულ დროში იარა, 9-4-ში იარა, საკვალიფიკაციო ისიც ბოლომდე არ გაუვლია გაზით, ფინიშამდე 1-50 მეტრით ადრე გაზ გაუშვა ფეხი და ეგრე იარა 9-4-ში. საპილიუს რაღაც პრობლემები ჰქონდა. რა ვიცი, ერთ-ერთი ფავორიტი ეგ მანქანა არის დღეს ამ კლასშიდან. მაგის გასწრება თუ რამე არ მოხდა, შანსი არ არის. ან სტარტში თუ არ ჩაეძინა, თემო. შენ არ უნდა ჩაგეძინო სტარტში იცოდე. ალეული მაგ ყავაცმა ორმაგი ამერიკა ენერგეტიკული დალია? ესე იგი M8 პირველ ზაისზე მოიგო, მაგრამ სუსტ მანქანა შეხვდა, მაგრამ ნუ გამარჯობა. ნახოთ შემდეგი რა იქნება.
მოკლედ, სალამი მეგობრებო, პირველად ვიღებ დრაგზე მონაწილეობას. შემართებით ვარ, მანქანაც სტაბილურად დადის, ნახოთ რას ვიზავთ. ესე იგი M8 ერთი მოიგო, მე მეორე წააგო, M5-მაც წააგო. Simba. M5-მაც წააგო, შავმა M5-მა თემომ ეხლა მოიგო, გადავიდა შემდეგ ტურში. შემდეგ ტურში ხდება მდინარაძეს. ძალიან ჩქარე M4 ხსნავ. ნახოთ რა იქნება. ვის ჩაეძინება სტარტზე. ცოტა ინერვიულა რომ ეუბნებოდი სტარტზე სხვა არის, რომ დადგები იქ სხვა არის მეთქი და არ მიჯერებდა. გამოცდილება მივიღებ. ხო მივხვდი რასაც გეუბნებოდი. 1-2 ჯერ ჩაეძინა სტარტზე და არა უშავს. მოკლედ, კიდევ სალამი. პირველი ზაესდი. კმაყოფილი ვარ, ზოგადად პირველად ვიღებ. რა ხარ კმაყოფილი, გაგხეთქავდი შუაზეში. პირველად ვიღებ ზოგადად მონაწილეობას. მადლობა მხარდაჭერისთვის, გიოს მადლობა, გიგა ჟორჟოლიანს დიდი მადლობა, რომ მანქანა მოგვიმზადა სულ სტაბილურად დადის ერთ დროში. გიოც გვამხნევებს და რავი, ვნახოთ ეხლა მდინარაძეს და რას ვიზავთ. მეც გილოცავ, პირველი იყო ჩვენ ორივეს პირველი მონაწილეობა იყო და ასე რომ ლამაზი მანქანები შევხვდით. წარმატებები ყველას და მეც წარმატებები მდინარაძესთან. მოკლედ ეხლა თემო უნდა დაუდგეს გიორგი მდინარაძეს. 1000 ხენიზალიანი მანქანა და ძალიან ჩქარია და ვნახოთ თუ ჩაეძინება სტარტზე მოუგებთ თუ არა და თუ ჩაგეძინება ძმაო მოგიგებთ. არა. ვიმე დაუნებთ რომ ჩაეძინება მდინარაძეს სტარტზე და მოუგებთ. ისე შანსი არ აქვს რა. ძალიან ჩქარი მანქანა ყავს და წარმატებები გიორგის კაი სტარტისთვის და მშვიდობიანი დაფინიშებით. ნახოთ რა იქნება. როგორ წავა, ვალერისთან დგება, ეხა ბუბუსთან დგება, ერთი მოუგო მერსტესმა ვალერის, მეორეს ნახოთ რას იზავს. ხო გაიმარჯოს ბუბუ? იმედიკო, კაბარა? წავო. ნახოთ სტარტში რას იზავს. ძალიან მაგრად გამიხარდა, თან პირველად გამოვდივარ შეჯიბრებაზე და მდინარაძეც ერთ-ერთი სერიოზული კონკურენტი იყო, რომელმაც ჩემზე ბევრად კაი დროში იარა ყველა ზაესდი. ამ შემთხვევაში ამის წინაზეც მქონდა 2-0 რო გამემარჯვა შანსი, უბრალოდ ლანჩმა გამაზა და ხელით შემომიწია შეცვლა, თან ადგილიდან მანქანა მომიწყდა, ერთი და გადამწყვეტზე მე მოუგეთ. მაყოფილი ვარ, ბედნიერი ვარ. გამოიწერეთ სულავას არხი.
იგი გავედით მე-4 ადგილზე სამწუხაროდ ძალიან ფინალში და მესამე ადგილისთვის ბრძოლისთვის შევხვდით სომხების M4 9-7-ში რო დადიოდა მდინარეძეს პრობლემა ჰქონდა და ნუ მაგიტო გავასწარით არ ვთვლით რომ ესე გავასწარით იმიტომ რომ პრობლემა ჰქონდა მანქანას აქ M4-თან ახლა ზედზედ რამოდენიმე ზაეზდი მოგვიწია მანქანით სიარული გაცხელებული მანქანით გავედით 5 წუთიანიც ავიღეთ რომ გაგვეგრილებინა მაგრამ მაინც ვერ გაგრილდა კარობკამ რაღაცეება აანთო და ბოლოში მაინც შეგვასწრო ფინიში M4-მა თორე შეგვეძლო მესამე ადგილზე გასვლა ულოცავ ყველას ბიჭებს გამარჯვებულებს უსურვებ წარმატებებს ჩვენც ამ მანქანით 9 და 9-ში დავდიოდით სტაბილურად ბოლოში სულ 9 და 9 რომელიც ძალიან მაგარი შედეგია და მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის და განსაკუთრებით ჟორჟოლიან გიგას ესეთი შედეგისთვის ამ მანქანით რომ ამ დროში დავდიორთ მე ძალიან კმაყოფილი ვარ, კაი გამოცდილება იყო მოკლედ წარმატებები და ულოცავ ყველას გამარჯვებულებს, შემდეგში უკეთესად მოვემზადებით. ეხლა ბოლოში რო არ გაეჩეკა, შეიძლებოდა რომ პოდიუმზე ავსულიყავით, მაგრამ მაინც კაი გამოცდილება იყო და მადლობა ყველას, ვინც გულშემატკივრობდა, წარმატებები და კიდევ ერთხელ ულოცავ ბიჭებს. რაც ყველაზე მთავარია, თემოს ვეუბნებოდი, მე დავждებიო რო თქვა, რა მეთქი ჩაგეძინება სტარტზე, არ ჩამეძინებაო რაღაცა, თავიდან დაიწყო ცუდად. ნელ-ნელა დაამუღამა და ბოლოს უკვე ისე სტარტავდა, რომ კამფეტი იყო რა. სტარტავდა ზუსტად როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ უფრო ჩხარი მანქანებით შეგვხვდნენ და მაგიტომაც ვერ გავედით საკვალიფიკაციო პოდიუმზე ვერ ავედით, მაგრამ იყო შანსი, ცოტა დაგვაკეთა. მე-4 ადგილით პირველი გამოცდილებისთვის შვენიერია. ძლიერ მანქანებში. ძალიან ძლიერ მანქანებში. გილოცავ. მადლობა გიომ ხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის და გიგას მადლობა კიდე მანქანის მომზადებისთვის. გიო ისედაც ჩვენ გვერდშია 24/7-ზე და მადლობა სულავას. მეორე ადგილი ირაკლი გამაძიშვილი. ნატან სუარიძე. დავამთავრეთ დღევანდელი დღე. წინაზე რა შეგვირდით უკეთესი პროგრამით ვიქნებით და უკეთესი ძლიერი მანქანით ვიქნებით, ვიყავით ძლიერი მანქანით, უფრო კაი დროშიც ვიარეთ, მაგრამ მაინც არ გვეყო. შემდეგში კიდევ შეგვირდებით რომ უკეთეს დროში და უკეთესი შედეგით დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა ყველას. ყურებისთვის, გვერდში დგომისთვის, კომენტარებისთვის და გადაგვიარე, მიდი გადაგვიარე. მადლობას გიხდით ყველას. გვერდში დგომისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ.